სომხეთის რესპუბლიკაში ციტრუსის დატანა დაიაფთა გადამზიდავი კომპანიების სომხეთში მანდარინის დატანის და საბაჟო გადასახადს $1700 20%-ის ნაცვლად $600 20%-ს გადაეხდიან, რაც 1 ტონა მანდარინზე $120 შეადრენს. თუმცა აუცილებელია მათ საბაჟოზე პროდუქტის წარმოშობის სერტიფიკატი წარადგინონ, რომელსაც აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა 20 ლარად დასცემს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთიდან საბაჟო გადასახადის შემცირება ორი ქვეყნის სამთავრობო უწყებებს შორის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასა და აზერბაიჯანთან და შეგახსენებთ, საქართველოდან ციტრუსი ძირითადად უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის. ყველაზე მაღალი საბაჟო გადასახადი კი აზერბაიჯანს აქვს, რაც $3700 20%-ს შეადრენს. გადამზიდავი კომპანიებმა აუცილებლად უნდა აიღონ პროდუქტის შესაბამისო სერტიფიკატი, რომელსაც იძლევა სავაჭრო სამრეწველო პალატა და მისი ღირებულება არის 20 ლარი. შესაბამისად შეთანხმება მოხდა ორი ქვეყნის სამთავრობო მოლაპარაკების შედეგად. ის კომპანიები, რომლებიც შესაბამისობის სერტიფიკატს არ აიღებენ და არ ეხნებათ იმ მომენტისათვის, მათ მოუწევთ $1700 20%-ის გადახდა განბაჟებისათვის.